აქ მომწონს. მას დავიტოვებ მოსწავლე ქუთაისში. მერე ჩამოვიყვან თბილისში. ოქი ჩემპიონს. მეგონა უნდა იჩხუბო გოგოების გახდა ისე აძლად. მეც მიხილოთ ერთხელ. შენ გინდა რომ კრივს გაყვა პროფესიონალურად? კი მინდა. და მამა რას ფიქრობს? საინტერესოა. მამას არ უნდა. კორელებისთვის. და საყვარელი ადგილი ვეგი. ამაზი ქალაქის ადგილი. გამოვთრონსის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება შედგება ნიკა ნოზაძეს და ბადო გოგიჩაშვილს შორის. ახლა ჩამოვაკითხეთ ნიკას ქუთაისში. შემდეგ უკვე უნდა ჩავაკითხოთ ბადოს და ვნახავთ როგორ ემზადება ორივე მებრძოლი ამ დაპირისპირებისთვის. ძალიან მიყვარს ქუთაისი. ორჯერ ვარ ნამყოფი. ერთხელ აი მახსოვს საზღვარგარეთ მივდიოდი და მეთქი ისე როგორ უნდა წავიდე რომ ქუთაისი არ ვნახო და სპეციალურად წინა დღით ჩამოვედი და ერთი დღით დავრჩი და რისი ნახვაც მოვასწარი ყველაფერი ვნახე და ჩემი საყვარელი ადგილია აი ეს თეთრი ხიდი. ჩვენთვის რას ნიშნავს ქუთაისი? ჩემი მშობლიური ქალაქი. რავი ქუთაისი ჩემთვის მთელი ცხოვრებაა, რავი. აქ გავატარებ ბავშვობიდან, დავიბადე, გავიზარდე და ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ეს ქალაქი და რავი წეხანავს ვთქვით რომ სხვა ქალაქში არ ამგონია რომ ვიცხოვრო, რა ვერ ვიცხოვრო ფიზიკურად. ძალიან თბილი ხალხია, რასაც ვატყობ. კი, ძალიან. ამინდსაც ეთქვა. ამინდიც ხო, ამჯერად გვიწყობს ამინდიც ხელს. აი თვითონ ქუთაისში თუ გცნობს ხალხი? კი, საკმაოდ ბევრი ხალხი მცნობს. ქუთაისშიც საკმაოდ ბევრი უცხო ხალხი მაჩერებს, მეკითხებიან ნიკა ხო ხარ ნოზაძე. ისე გიყურებთ გულშემატკივრობ და ასე შემდეგ. ქუთაისიდან ბევრი გულშემატკივარი ხავს. ქუთაისში თბილისშიც ბევრი მცნობს, კი. ქალაქში ბევრს გაუჩერები ვარ და უთქვია რომ იცნობ და გულშემატკივრობ და ასე შემდეგ. მაგრამ ქუთაისიდან, ასე ვთქვათ, ქუთაისის წარმომადგენელი გამაში მარტო შენ ხარ, ხო? კი, ამჯერად მხოლოდ მე ვარ. იყო გოგიჩიანი იყო კიდე ქუთაისელი. ჩვენთან რო ბრძოლობდა გამაში და ახლა ეს ბოლო წლები აღარ ჩანს გოგიჩიანი და ერთი მძიმეწონა დაგვემატება კიდე ფაკაძე დღეს ვნახავთ მაგას. აჰა, ესე იგი უნდა ველოდოთ ქუთაისიდან მატებას გამაში. ქუთაისი ძალიან სპორტული ქალაქი არის. როგორც არის კლასიკური სპორტი, ჭიდაობა, კრივი, კიკბოქსინგი, ძალიან ბევრი წარმატებული სპორტსმენები ყავს, მსოფლიო ჩემპიონები და ოლიმპიური ჩემპიონები და ასე შემდეგ. და როგორც ვიცი, შენც ყავს ხო მოსწავლეები? კი, მე სავარჯიშე პატარებს აქ ვიდეოსაც არის სამოყვავილო დონეზეც და პროფესიულად ვისაცხინო. რამდენი ხანი აი რამ გადაგაწყვეტინა რომ როგორც ასე ვთქვათ ტრენერი ესეც გაგეგრძელებინა სპორტში შენი კარიერა? მე მიყვარს ჩემი საქმე და რავი ჩემი მსნელი არის ჩემი მაგალითი ახლა მასტერს ეძახი ჩემს მსნელს მასწავლა ყველაფერი და რავი ჩემს სამაგალითო ადამიანი არის და ვცდილობდი რომ მასავით გადამეცა ჩემი გამოცდილება მომავალი თაობისთვის. გონი გამომგზიდებას და ესე იგი შენი მოტივატორიც შენი მასტერი იყო ესე გამოდის. მასტერი ხო ჩემი მოტივატორი. და როგორი მწვრთნელი ხარ, მკაცრი ხარ თუ? არა, მკაცრი არა ვარ, მაგრამ მომთხოვნი. მომთხოვნი და რა შედეგზე ორიენტირებული. ვცდილობ რომ შედეგი გავაკეთო. და იმ სპორტსმენებს რას ურჩევდი, რომლებიც ჯერ ახლა იწყებენ თავიანთ გზას თუნდაც MMA-ში? ნებისმიერ სპორტში მთავარია მომდოვნება და სიყვარული საქმისადმი. უნდა გიყვარდეს შენი საქმე, სხვანაირად ვერაფერს ვერ იგებ, რა. შენ თუ არ შეიყვარე შენი საქმე, თუ არ დაიხარჯე ბოლომდე, ისე ვერაფერს ვერ იგებ. კი, ახლა საწყის ეტაპზე არ არის, ახლა 5 და 8 და 10 წლის ბავშვი დაატვირთო და გაწოვე ბოლომდე, მაგრამ ეტაპობრივად ხდება, თამაშით იწყებს პატარა ბავშვიც. მაგრამ რო აქცევს უკვე 15 წელს უკვე ბოლომდე უნდა დაიხარჯოს, თორემ კი, მით უმეტეს ბავშვებთან ცოტა ალბათ სხვანაირი დამოკიდებულება. სხვანაირი მიდგომა უნდა ბავშვებს, კი რა. და შეაყვარო რა სპორტი, როგორაც შემოიმა შემოაყვარა, ისე უნდა შეაყვარო. და შენი მოსწავლეებიც ალბათ ძალიან გულშემატკივრობენ, უყურებენ შენ. კი, ნერვიულობენ ძალიან ნერვიულობენ და გულშემატკივრობენ. ძალიან უხარია ჩემი წარმატება. კი, ძალიან უხარია. ეხლა ამ ბრძოლაზე როგორ არიან განწყობილები? რავი, ძალიან, ცოტა ბოლო ბრძოლები ხო არ წამივიდა კარგად და ძალიან გულნატკენები არიან, მაგრამ ყველაფერს თავის მიზეზები ჰქონდა, მაგრამ კი, ის შეცდომებიც გამოვასწორეთ და რავი, გვერდში მდგომა დიდი მაქვს, რავი, ქალაქიდან, ოჯახიდან, მოსწავლეებიდან და ასე. მე შენთვის მაქვს
პატარა ქვიზი, რომელიც ნამდვილმა ქუთაისელმა მგონია, რომ ძალიან ისე წარმატებით უნდა ჩააბაროს და მოდი საბაგიროთი ავიდეთ. სადაც ის საბაგირო? გორის პარკში. გორის პარკში ვძახით. თან დაგისვა მკითხვებს. იმედია საბაგიროზე ახლა რაღაც არ დაიძაბები და გეშინია სიმაღლე. არა. სიმაღლის მეშინია მასაბაგიროს. კაი, მაშინ აი თუ იცი პასუხები, მაშინ არ შეგეშლება. გონი არ შემეშინდა. აბა მზად ხარ? კი. კარგი, პირველი კითხვა ქუთაისის ტორპედო რომელ ადგილზეა ეროვნულ ლიგაში თუ იცი? ავიცი. დაახლოებით მაინც. მეხუთე. ხოჭა. გონი უკარნახა ვიღაცამ. კარგი. არავინ არ არის. რამდენი საფეხურიანია ბალახანის ტიპები? 100. ზუსტად იცი? მე არ ვიცი ამაზე პასუხი, სიმართლე მოგითხრა. 100-იან. თეთრხიზე რო იყავით წეღან, აი ის ბიჭი, რომელი ფილმიდან არის? აი რომ მეუბნებოდი ეს ფილმი არ გაქვს ნანახი. პირველი მერცხალი კი არა და ვაიმე რა ქვია. ვიცი, მაგრამ ამავიცნა. შეგახსენო? არაჩვეულებრივი. არაჩვეულებრივი გამოფენა. ქუთაის რა ერქვა ქუთაისამდე? ქუთაი. კი, ნუ ბევრი ვარიანტია, ერთ-ერთი. და ყველაზე ცნობილი ვიკენდია საქაბაბე, რომელი წლიდან ფუნქციონირებს თუ იცი? წინა საუკუნე. ესეც მოდი სწორ პასუხად ჩავთვალოთ, იმიტომ რომ მეც ვერ წარმოვიდგენდი, რომ 1955 წლიდან არის. თარიღებში ზუსტად ბევრი მახსოვს რაღაცა. მაგრამ ჩაბარებულია მგონი რა. ნაღდი ქუთაისელი. ნამდვილად. გამოცა ჩაბარებული. ამაზე ლამაზი ქალები სადგინა. ხოი, ყველა ქუთაისელს განსაკუთრებულად უყვარს ქუთაისი რა. მე არ მომისმენია ჯერ ქუთაისელი რა ითქვას, რომ აი თუნდაც ან სხვაგან ვიცხოვრებდი ან რამებს გავსი. ანუ შენ არ ხარ ამ საბაგიროზე ნამყოფი? მე? ხო. კი, როგორ არა? ბავშვობაში შატალოზე აკიპარებოდი ხო? კი, აქ და ბაგრატის ტაძარზე კი. ისე როგორი ბავშვი იყავი? ცელქი ძალიან? ძალიან ცელქი არა. უფრო ჩუმად. ხო, ესე იგი რაღაცებს ჩუმჩუმად აფუჭებდი. და იჩხუბები თუ მოგდიოდა ხოლმე? კი, ხშირად. მართლა? მერე უკვე რო გაიზარდე და დაიწყე უკვე პროფესიონალი. ისე რომ რამდენი წლის იყავი პირველად? სპორტი დავიწყე ცოტა ხანი ჭიდაობაზე დავდიოდი. ალბათ 12-13 წლის ვიყავი და თან დავიწყე კიკბოქსინგი მე მაგასაჭს. ძალიან ბევრი MMA-ის მოჩხუბარი ვიცი რომ იჯერ ჭიდაობდნენ ან ძირდოისტები იყვნენ და მერე გადავიდნენ MMA-ში. და რატო ხდება ეგ? ნუ მაინც ისეთი არის სპორტი არის MMA რომ მაინც ჭიდაობას მიყავს პარადი ასე რომ. ესე იგი თუ როგორც ძიუდოის გამოცდილება გაქვს, უფრო წინ ხარ? ძიუდო კლასიკურზე ვიყავი. ანუ არ ქვია ცოდნა რა ისე პატარა ასაკში დავდიოდი ცოტა ხანით ანუ როგორც ყველა ქართველი ცოტა ჭიდაობს, ისევ ჭიდაობს მე ცოტას. დღეს ჩამოვედით ბადოსთან გორში და ვნახოთ როგორ ემზადება ბრძოლისთვის. მოგესალმებით, დღეს ჩამოვედით გორში ბადოსთან. ბადო, როგორ ხარ? როგორ მიდის მომზადება? კაი ხართ, კარგად როგორ ბრძანდებით? მეც კარგად. მზადება რა, მზადება idеალურად არის. კარგ ეტაპზე ვარ, კარგ ფორმაში ვარ. ერთადერთი რაც დარჩა, წეგანაც გითხარი წონის კლება. რასაც ჩვეულებრივ როგორც ყოველთვის ადვილად გადავლახავთ და რა ვიცი, წონას ჩავაბარებ. და ბრძოლისთვის კიდე მესულ მზად ვარ. როგორ მიდის ვარჯიშები, როგორ ემზადები ახლა შენი მომდევნო ბრძოლისთვის? სიმართლე გითხრათ, დარბაზში დიდი ხანი არ ყოფილი ვარ, მაგრამ ჩემი დარბაზი მაქვს, ასე ვთქვათ, პატარა დარბაზი მაქვს სოფელში და ძალიან კარგად მიდის მომზადების პერიოდი. აქაც ჩემს დარბაზში, რა თქმა უნდა, ჩამოვალ უკვე წონის კლებაზე, როცა გადავალ და სპარინგები და ლაპები და მსგავსი მომზადების პროცესი როცა წავა. მაშინ რო ახლა ხან ჩამოვედი შეჯიბრიდან და ჯერჯერობით მაინც ცოტა სპარინგებს სადაც ვერიდები, უფრო ფიზიკურად ვარჯიშობ.
ვფიქრობ, რომ აი მენტალურად ფსიქოლოგიური მზადება ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში და აი მაგ მხრივ ასე ვთქვათ, აი რას მიმართავ ხოლმე, როგორ ემზადები ფსიქოლოგიურად ბრძოლისთვის? ფსიქოლოგიურად ახლა ან წეღანას გითხარი, ძალიან დიდი ხანია რაც სპორტში ვარ და ჩემთვის ფსიქოლოგიური წნეხი არ არის ის, რომ ახლა მაგალითად მიკას მე ძალიან დიდ პატივს ვცემ. მიკაც მოკრევია, ასე თუ ისე დიდი ხანია რაც სპორტშია და ასე თუ ისე შორიდან ვიცი. და კარგი ბიჭია, ძალიან კარგი სპორტსმენია. მაგრამ უბრალოდ ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი ბრძოლა იქნება და არც ფსიქოლოგიურად არ მჭირდება მომზადება რაღაც ისეთ განსაკუთრებულად. უბრალოდ ჩემს საქმეს გავაკეთებ, ავალ რინგზე ვიჩხუბებ, რასაც ამდენი წელია ვაკეთებ და ჩამოვალ ჩვეულებრივ გამარჯვება. ანუ შენთვის არ აქვს იმას მნიშვნელობა, მეტოქეთ პირველად ხვდები, მანამდეც ქონია შეხება და მაგასთან დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებ? არა, მე პატივს ვცემ ყველას, მაგრამ უბრალოდ ჩემთვის რაღაც განსაკუთრებულ წნეხს არ წარმოადგენს, თუნდაც ის, რომ 77-ის ყოფილი ჩემპიონია. მე 84-ის მოქმედი ჩემპიონი ვარ. და ამ სტატუსით ვაპირებ ისევ დარჩენას. ფსიქოლოგიური წნეხი მე მგონი მიკას უფრო ექნება. ვიდრე მე. შენი ტექნიკით მაყურებელი მართლა ხრთოვანებულია ხოლმე და ამიტომ მინდა რომ ახლო დავნახო თუნდაც აი ვარჯიშის დროს როგორ ემზადები და შენი საყვარელი კომბინაცია რომ აჩვენო. საყვარელი კომბინაცია ესე არ მაქვს სამოჩენებული, მაგრამ როგორც ყველა მოკრივესთვის თუ ბოქსერისთვის თუ მუშტიკრივის მოშხუბისთვის ადამიანი როცა მიდის ასეთი საბრძოლო ხელოვნების შესწავლისთვის, თითქმის ყველა ტრენერი მასწავლებელი რა ტრენერი ასე რომ ვთქვათ პირველ დარტყმას ასწავლის ორ პირდაპირს რა. აჰა, ორი პირდაპირ. ერთი ორი. რაც თითქმის ყველა საყვარელი მოძრაობაა, იმიტომ რომ თავიდან ყველაზე ადვილად სწავლობ ამ დარტყმას რა. ხო, არა, ესე მარტივი ჩანს, მაგრამ ჩემი საყვარელი მოძრაობაც ეს არის რა, ერთი ორი. ნუ, იმიტომ ალბათ რომ პირველი დარტყმა ეს ვისწავლე და თითქმის ყველა მოკრივე კიკბოქსერმა თუ ნებისმიერ საბრძოლო MMA იქნება თუ მუშტიკრევი იქნება, პირველი სწავლობს, ხელის გაქნევს გუშასთან რო დადგება 1-2-ს რა და ვსიო რა. ესე იგი გახსენებს ანუ რაღაცაია. როგორ დაიწყე მაგას? მეტი ეს ამოჩამებული მეტი კომბინაცია არ მაქვს რა. ძალიან საყვარელი მოძრაობა 1-2 რა. 1-2 და ვსიო. მეც მინდა რომ ვისწავლო. აღონდა ესე არა. I bet you got it twisted, you don't know who to trust. So many player hating niggas trying to sound like us. Say they ready for the front, but I don't think they know it. Straight to the depths of hell is where them cowards going. Well, all you still down, nigga, holler when you see me and let these devils suck. But if they find it, ხო, ანუ შეგვიძლია დავიწყო. საერთოდ არ გაქვს მასწავლი კრივის არც არა, აი საერთოდ ერთი დღეს არაფერი. არა, ანუ არც კი დამიწყავს არასდროს, ასე რომ კარგით, მაშინ რომ ვეცადოთ, რომ პირველი ორი დარტყმა გააკეთო კარგად. ესე იგი პირველი რასაც სწავლობთ დგომია რა. ჩვეულებრივად ძირითადად სწავლა უჭირთ ხოლმე დამწყებებს, რომ ცოტა დაძაბულები არიან რაღაც მაინც დგომისთვის. ანუ დგომია ჩვეულებრივად ასე მარცხენა ფეხს გადადგავ წინ. მარცხენა ფეხი ოდნავ მოხარე, აი ასე 45 გრადუსზე დაახლოებით. მარჯვენა ფეხიც იგივენაირად გასწვრივ დგება. ანუ ხო დაძაბულა მეც ჯერ დისტანცია ანუ ხელ ნახე ცოტა გამოდი აქეთ ას გადავდგათ ხო ფეხი. კაი ფეხი ოდნავ აქეთ ესე? იქით პირიქით ესე? აქეთ კი მეორე ფეხიც აქეთ კი ცოტა უკან გაწიე ფეხი ას ხელები დაიჭირე აი ას მსგავსად მუხლებში ოდნავ მოიხარე კაი ხო კი და მარცხენა პირდაპირი, ანუ ძირითადად ახსნა გვიწევს ხოლმე ცოტა რთულია, მაგრამ კრივის დროს მარცხენა ხელი და მარცხენა ფეხი არის ერთი და იგივე, ერთდროულად მოძრაობს. როგორც აგაიქნევ ხელს, მარცხენა ფეხიც ავტომატურად უნდა გაყვეს ხელს. რომ სწორი დარტყმა შეასრულო, ასე მარჯვენა ხელი და მარჯვენა ფეხი. პირველ რიგში გუშასთან დისტანცია გჭირდება, რომ ხელი ბოლომდე გაშალო დარტყმის დროს. გონი ცოტა უნდა მოვიწიო რა. აი მარცხენა ფეხის დახმარება ზუსტად მაგაში გჭირდება რა. როცა ასე რო დგეხარ, როცა ხელს დაარტყავ, მარცხენა ფეხიც ოდნავ წინ გადადის. არა,
არა. რაღაც ბრაზით არა. მე კიდე მგონია რაღაცნაირად ანუ აი ყველაზე მეტად აკიცლები ბრაზისგან და ანუ ძალიან ისე აგრესიულად უნდა დაარქვა. სამაგიეროდ მე ორგანიზმი გაქვს ძალიან დაძაბული დაწყების დროს რა. იმიტომ რომ თითქმის ყველა ეგრეა რა, რაღაც არაკომფორტულია დგომის სწავლა თავიდან პირველი დღეები, პირველი რამოდენიმე დღე რა. ხო, ვითომ ხო არაფერი ისეთი, კარგი, მოდი ჯერ დგომი, აბა როგორ დადგები აი მსგავსად. ეს ფეხი ცოტა კიდევ აქეთ კი, მუხლებში ოდნავ მოიხარე, ოდნავ, ხელები ასე, ეს კარატული. ასე და ხელი დაარტყაი ასე. ოდნავ გადადგი ფეხი. ოდნავ. აი კი, ოჩახ. 1 და 2? ხო. ჯერ 1 მარტო. ჯერ 1 დაარტყა. კაი. ესე. კარგია, კი. კიდევ 1? ოჩახ, მე უფრო ძლიერა. ან ძალიან ადვილად გონი ითვისეს. მივარჯიშ. ან ძალიან ადვილად ითვისეს. აბა მარჯვენა პირდაპირი ეხლა, ანუ მარჯვენა პირდაპირის დროსაც იგივე ფეხი აუცილებლად ჩართულია მარჯვენა პირდაპირის დარტყმის დროსაც და ანუ აი ამ მდგომარეობაში ოდნავ სწორდება, ანუ პირდაპირ. ეს გეხმარება ცოტა საფუძვლიანად რო აგიხსნა, როგორც დარტყმის ძალაში, ასევე წეღან აი მაგალითად დამაკრდა, ხო, ვეღარ მივედი იქამდე. ეს ფეხი კიდე მიმიშვებს ცოტას. გეხმარება მაგაში. ესე? თუ დაახლოებით. აი მარცხენა უფრო მარტივია. არა, კარგად გამოგდის როგორც. კი, იყო. ეხლა კარგად გამოდიეს. აბა ეს. ანუ მარტივად ვითვისე, კაი. აბა ნახოთ 1 2. მაგარი უნდა იჩხუბო გოგოების გამო ისე ადვილად ის. მეც მიხილოთ ერთხელ. კი ბატონო. შემიძლია ლაპაზეც სხვა მოძრაობებიც გაჩვენო გრუშაზე, მაინც ცოტა ის არის ლაპეთ მეც დაგეხმარება. ეს უფრო მარტივია? მარტივი გრუშა, ანუ ტექნიკის მხრივ ლაპაჯობია ყოველთვის გრუშას. გრუშა უფრო გამძლეობისთვის არის და ასე რომ ვთქვათ, აი ემოციების დასახარჯად გრუშა ძალიან კარგი ვარიანტია. ესე იგი გაბრაზებული, როცა ხარ აქ მოდიხარ და 1 2. ხო, ალბათ, შეიძლება. კაი, მაშინ ნახოთ, აქაც ვცადოთ. კარგია, ფეხებში ოდნავ მოიხარე. კიდე? ხო, კიდე. კაი. აბა მარცხენა პირდაპირი. არა, ნახე მარცხენას როგორ ტყავ ინსტინქტურად მარჯვენა ფეხსაც ვწევ რატომღაც. ხო, არა, ეგ ჩვეულებრივი მოვლენა. პირველ დღეს კი არა, ერთი კვირა მე როგორ ვარჯიში დავიწყე, ერთი კვირა ვიდექი და წეღანას მკითხავ მარტო მარცხენა, მარჯვენა, ერთი კვირა, მაგის მეც არაფერს არ ვაკეთებ. ორი პირდაპირის გარდა არაფერი მიკეთებია ერთი კვირა. მაგრამ შედეგი გამოიღო. და აი ანუ რამდენად მნიშვნელოვანია თუნდაც აი ეს სწორად დგომა, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია. განსხვავებას გაძლევს მაგალითად თვითონ. ხელის სწორი დარტყმაც სწორი დგომიდან სრულდება. ძალაც. მე დავრჩიეს. ხო, ძალაც და სწორედ ძალიან ისეს. აი დადექი დგომში და სცადე მარცხენა ხელის დარტყმის დროს ფეხით ოდნავ ბიძგი მისცე ხელს. კი. აბა კიდევ ერთხელ. აბა მარჯვენა ახლა. არა, აქეთ. მარჯვენა. არა, კარგია, არა, მართლა კარგია. 1 2-იც. ჩემი აზრით მართლა. აქვს დიდი პერსპექტივა, კი. ხო, თან ეს ხელსაწყოები ძალიან მომწონს და შეიძლება ამის ხათრით. Yeah, the beast back, adrenaline pumping through my veins, can't relax. Original, I am not the same as these cats. I sting them if they never ever mind and they beeswax. I don't ever cap, but I'm wearing like 3 hats. აბა რა სიტყვი. ხო, წეღანას გიხარის, რომ მოდელები ხშირად არიან დაკავებულები. შენ სფეროს ვიცი, რომ სამოდელოა. ხო და კრივზით ძალიან დიდი მომავალი გაქვს თუ იჩხუბე. იმიტომ ძალიან ადვილად ითვისებ რა, პერსპექტიული მოკრევე იქნებოდი ჩემი აზრით. წარმატებებს გისურვებ როგორც სამოდელო კარიერაში და კრივში? სამოყვარულო დონემდე რატომაც არა. კი, რატომაც არა. არა, ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა მართლა, ანუ ძალიან მომწონს ეს სპორტის სახეობა და კი, კრივი ძალიან კარგია. ყველაფრისთვის რა, როგორც წეგანაც ვთქვი, მოდელები ხშირად მიმართავენ ფორმის შესანარჩუნებლად და ისედაც აი სტრესისგან, მსგავსი რაღაცებისგან ადვილად თავისუფლდები ამ სპორტით რა. ცხოვრებისავრითაც დაგეხმარება. იმედია მაგის საჭიროება არ დაგჭირდება. იმედია, მაგრამ ხო, მაინც კი ესეთია რა, გამოგადგება. ხო, გოგოები ხშირად არიან დაკავებულები
ეხლა მე მგონი გოგოები უფრო დაინტერესებულები არიან კრევით ვიდრე ბიჭები. კი, ამ ბოლო პერიოდში მართლა ბიჭები გააქტიურდით და რაღაც გვაკლია მოჩხუბრები. ნიკა, მომიყევი როგორ მიდის მზადება შენი ბრძოლისთვის? მზადება ძალიან კარგად. რავი, დიდი ხანია მგონი ასეთ ფორმაში არ ყოფილა. დღეში ორჯერ ვარჯიშობ, ფიზიკურადაც კარგად ვარ. რავი, ძალიან ხნებ გზნობ თავს. წონის კლებაც დიდად არ გჭირდება. წონის კლებაც არ მინდა სულ 4 კილოგრამი და ძალიან მარტივად გავაკეთებ ამ წონას. და აი, რას მეტყვი, რა შეიცვალა, თქვა წინა ბრძოლების შემდეგ, შენი ტაქტიკა თუ შეცვალე მაგალითად, როგორ აპირებ ამ ბრძოლის მოგებას? ტაქტიკა დიდად არ შემეცვლია, რავი, სტილი რაც ამა. იგივეს ვიჩხუბებ ალბათ. რავი, ბრძოლის მოგებას ვეცდები, რაც შეიძლება ბევრი და ძლიერი დარტყმები დავარტყა ბადის. და ისე როგორ გირჩევნია ზოგადად ბრძოლის მოგება, მარტივად ნოკაუტით, ან ტექნიკური ნოკაუტით თუ ბევრი რაუნდი? მარტივი ბრძოლა გონი არ მქონია არ არის ბავშვობიდანაც ძალიან ბევრი. არც და ნოკაუტება არ არის მარტივი. არც და ნოკაუტება არ არის. წინააღმდეგის. ნუ მარტივი ბრძოლა არ მქონია და არც ხიბლავს მარტივი ბრძოლები საერთოდ. ნუ ნოკაუტი კარგია კი. მაგრამ ფულებით მოგებაც ვიესალმე ფულებით მოგება. რაც უფრო ბევრ რაუნდს იბრძოლებ, მგონია რომ მეტი გამოცდილი გამოდიხარ რინგიდან ის. და შენს მეტოქეზე რას ფიქრობ? აქამდე ერთმანეთს არ შეხვედრილ ხართ. ეხლა იქნება თქვენი პირველი შეხვედრა და თუ ადევნებ თვალს მის ბრძოლებს, მის ტაქტიკაზე რას ფიქრობ თუნდაც? კი, ბადოს გულშემატკივარი ვიყავი და ვიქნები ყოველთვის კიდე. ნუ არა ჩემ ბრძოლაში რა თქმა უნდა. წინა ბრძოლაში უზბეკთან რო დაიწყო, ძალიან ისეთ გულხურალეთ გულშემატკივრობდი სულით და გულით ყველა ბრძოლებზეც. იმიტომ რომ კარგი ბიჭია, კარგი სპორტსმენია. მე სულ მაინტერესებს რინგზე როცა არის მებრძოლი, აი ეს შეძახილები, თუნდაც შენი ტრენერი რასაც გიყვირის იქიდან, აი ეს ყველაფერი თუ გესმის, იმიტომ რომ მგონია რომ რინგზე როცა შედიხარ, მორჩა, ნუ იქ გონება ითიშება და ხარ მხოლოდ ორიენტირებული ბრძოლაზე. კი, ეგრე არის, там ნერვიულობა რაღაც დოზით ყველა რაც არ უნდა გამოსცილი სპორტსმენი იყო, ყველას აქვს რაღაც შესვლამდე. რო შედიხარ და უკვე ხეს ჩამოვართვი მოწინააღმდეგეს და დაიწყება ბრძოლა გონგის ხმა არის, ყველაფერი ჩუმდება, რა მხოლოდ კუთხის ხმა გესმის გონი რა. ეს კუთხის ხმაც გამოცდილებიდან მოდის, თორე თავიდან არც მაგი არ მესმოდა. ესე იგი შენ რა გადაწყვეტილებასაც მიიღებდი იმ მომენტში ზუსტად ისე ყვებოდი ბრძოლას. და კი მითხარი რომ მოდი წაგებებს დიდად არ შევეხოთ. მაგრამ მაინც უნდა დაგისვა ერთი კითხვა. მაინტერესებს მაშინ როდესაც თან შენ შემთხვევაში ისე დაიმთხო რომ 3 წაგება, აი ახლა თუ ნერვიულობ და თუ გეფიქრება იმაზე რომ შეიძლება კიდევ წაგები დასვა. ანუ რამდენად მოქმედებს მაგალითად წინა წაგებები ახლანდელ ბრძოლაზე ფსიქოლოგიურად? რავი, ფსიქოლოგიურად საკმაოდ ძლიერი პიროვნება ვარ და რავი. ნუ კი, მომენტში ძალიან რთული გადასატანი არის, მაგრამ ნუ წამოდგომასაც ვახერხებ და ბრძოლის გაგრძელებასაც და ვარჯიშის გაგრძელებასაც. ძალიან ცუდად იმოქმედა პირველმა წაგებმა მით უმეტეს ჩემზე, მაგრამ დაუბრუნდი რა მე. და ამ დროს ვიზებრაზდები ხოლმე საკუთარ თავზე? საკუთარ თავზე. აი ჯერ მანახე ბადომ რა გასწავლა. ერთიობი. როგორ ის? ისეთი მგონი არაფერი რომ შენ გამოგადგეს მაგრამ. ო მე ხა ეს. კაი, ნუ პირველ რიგში მითხრა რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორად დგომა მებრძოლისთვის. ხელზე უნდა დადგე უცი. ცოტა მუხლებში უნდა მოიხარო. ხელები ესე. წონა გადაანაწილე ორივე ფეხზე აუცილებლად. აი ძალიან კარგი. იკავთან დაიტოვე ხელი. აი ჩვენ ახლა გავიაროთ მარცხენა ეგრეთ წოდებული ბაკავოი, ვერდულიდან. დადექი დგომში ისე. მოიწი ცოტა წინ, ეს ახლოდან გეთდება ცოტა ეს და. მოდის იდაყვი. არა, შენ არ მოდი. იდაყვი, წამოვიდა, დაატრიალე და არა. გაჩერდი. აი ეს გამოწიე, დავატრიალე და ბოლოს მიდის დარტყმა. იქ გვერდი. გასაგებია. ესე? აი, მოდი ხელზე გასცე. ამის გარეშე? არა, მოდი. ასე ჯერ. აი, აქ უნდა მოვარტყო. მოიღე? ესე. ესე უნდა დაფიქსირე და სიდა. და ცოტა მხარი წამოვაყო. მხარი და თეძო. აცა. ოჩა, კარგი. ერთიც.
მარჯვენა. დარტყდა გამიჩერე. აი ეს. გვერდიდან და თეზო დაუწყიალე და ფუსკი ნახე. პირიქით რაღაცაი. ანუ მარჯვენა მხარე ცოტა მოუხერხებელია ჩვენთვის. ხაცია ხარ? მგონი ცაცია ვარ, მაგრამ არ შეიძლება ვიცი რა ცაცია. პირიქით უნდა და. ესე? აი ეგ. აი ეს ხელი უნდა იყოს წინ. აი აქ. და ისე მარჯვენაზე ვცადე თუ მარცხენა ჯერ? მარცხენა. დაუწყიალე თუ და თეზო. აი ეგ. იკავი ჩაგეთ. ერთიც. ვიდაყო წამოვუწე ცოტა. აი ეგ. მეორე მარჯვენა. აი თუ გონსა. ხელებს ნუ მომეკო. არ არის ჩემი ძლიერი მხარე. მოუშვება. დაუწყიალე კურს. ოჩ. ნიკაპიდან დაიწყო და ნიკაპიდან დასვა. მეორე. ვიდაყო წამოვუწე. აქ გამიჩერე რო დაარტყა. აი ეგ, თეზო დაუწყიალე. აი ეს ცოტა არა. დადგება ჩემგან რო რამე MMA-ის კი. მებრძოლი რომ მოვინდომო. ჭიდაობა არ ვიცი და კარგი მოკრება შეიძლება დადოს. ხელში ჯანი არის. აი იგივე დარტყმა ხა? გააკეთე ტომარეს. კარგი, მართლა კარგი. შენი. არა, იმარჯვენა. აი, მარჯვენა პირდაპირი გამოვიდა. მარჯვენა პირდაპირი. მარცხენა. აი. მართლა კარგი. აქ მომწონს. მას დავიტოვებ მოსწავლეთ ქუთაისში. მერე ჩამოვიყვან თბილისში. ოქი ჩემპიონს. დღეს ნიკასთან არის განსაკუთრებული სტუმარი ვარჯიშზე. ნიკას ყველაზე დიდი გულშემატკივარი იოანე. იოანე, მე მაინტერესებს შენ თუ ხარ სპორტით დაკავებული? კი. ყველა სპორტს მისდევ. ადრე ძიუდოში დავდიოდი. ახლა მირჩენია რომ გადავიდე ბოქსში. ესე იგი ბოქსი უფრო მეტად მოგწონს ვიდრე ძივი. კი. და მამას საიდან გულშემატკივრობ ხოლმე მოყვები თბილისში თუ აქედან? ხანდახან თბილისშიც მიყვები და ხანდახან აქ ვჩები. და რა დროს უფრო მეტად ნერვიულობ ხოლმე აი იქ რო ხარ და ესე ლაივში რო უყურებ ამ ყველაფერს თუ სახლიდან როცა გულშემატკივრობ? იქ რო ვარ უფრო ნერვიული. შენ გინდა რომ კრივს გაყვე პროფესიონალურად? კი მინდა. და მამა რას ფიქრობს? საინტერესოა. მამას არ უნდა, მაგრამ რავი, თუ თვითონ ენდომება, მე გვერდზეც დავუდგა. რატო არ გინდა? ის შენ რაგსაც გაიარე, ანუ რაგაც გავიარე ახლა იყო ჩემ ბავშვობაში ცოტა რთული პერიოდი იყო მეტად და ახლა უფრო მე გავლილი მაქვს იგივე გზა და მეტი მარტივად გავუყალავ ასე რომ ვთქვათ ხო. ყველაზე მაგარი ტრენერი ალბათ შენი სახით ეყოლება თუ მოინდომება. კი, ვავარჯიშე ბავშვობიდან ფიზიკურად ძლიერებიცი არის. ორივე ძილს ვავარჯიშე. უფრო სახა დღეს რეპეტიცია აქვს, ისე გვაქვს კიდევაც და კონცერტისთვის ემზადება და ვერ გამოვიდეს. ეს იგი ორი სრულიად განსხვავებული სფერო. ხო. საინტერესოა. ცეკვა და კრივი, ხო. აი დამრტყმელი და კაი მოცეკვავე რა. ორივე უნდა იყოს. კი, ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი. ორივე უნდა გამოსდიოდეს. და როგორი მამა ხარ? მოდი ჯერ იონეს ვკითხავ და მე შენ. კაცრია, არ მოგერითავს. თან თვალებში უყურებს და ფიქრობს რომ სწორი პასუხი გამწეს ამ პრობლემაზე. კაცრია, ნიკა. არა, იმიტომ რომ ვერ ხედავ სახში. როგორ? ვერ ხედავ დიდად სახში. ესე იგი ბევრს ვარჯიშობს და ალბათ ამიტომ. კი, მაშინ შენ როგორი მამა ხარ? რავი, ვცდილობ რომ კარგი მამა ვიყო რა. თონი არა ვარ ცუდი. კაცრი ხარ? რავი, მომენტებში ალბათ კი. მაგრამ ძირითადად არა. არა. მაინც არ მეთქვის კაც. სამწუხაროდ გაგვიწვიმდა და გასაირნება ვერ მოვახერხე თუ ამინდობის გამო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მოვედით გორის ერთ-ერთ ალბათ ყველაზე ცნობილ ადგილას, საკალმახაში. თან ხელს ისიც გვიწყობს, რომ ბადომ როგორც გითხრა, ჯერჯერობით წონის კლება არ დაუწყია, ამიტომ რაღაც კერძებსაც დავაგემოვნებთ, მაგრამ მანამდე მინდა რომ პატარა რაღაც გორული კვიზი რომ გავაკეთოთ, იმიტომ და ვნახოთ როგორ ჩააბარებ მოკლედ. დავიწყოთ მზად ხარ? ხა, მე ყოველთვის მზად ვარ. კარგი, მაშინ პირველი კითხვა. კვიზითვისაც მზად ვიქნები ალბათ. თუ იცი, როდის მოიგო გორის დილამ ბოლოს ეროვნული ლიგა? ხარშან წინ მგონი ან რაღაცა. მაშინ აბა კარგად დაფიქრდი.
არ ვარ ძალიან დიდად ფეხბურთში გარკვეული, მაგრამ მე მგონი საქართველოს მოიგეს და ეგ მახსოვს შაშან თუ შაშანს და მაგიტო გითხარი ასო. ძალიან არ ვარ გარკვეული. მეც სიმართლე რომ გითხრა ფეხბურთში. ბოდიში გიჭერო არ მიწყინოს. კომპეტენტური არ ვარ, მაგრამ მე სამაგეროდ ვიცი პასუხი ეს იყო 2015 წელს. იმედია მომავალწელსაც გაიმარჯვოთ. შედარებით მარტივი კითხვა. გორის რომელი ღირსშესანიშნაობა ჩანს ქალაქის თითქმის ნებისმიერი კუთხიდან? სტალინის სახლ-მუზეუმი. სტალინის სახლ-მუზეუმი. და გორის ციხე. და გორის სტალინის სახლ-მუზეუმი. სტალინის სახლ-მუზეუმიც მართლა ყველა კუთხიდან. მართლა? კი. ხო, გორის ციხეზე კი, მეც არა, ყველა კუთხიდან ჩანს მართლა. სტალინის სახლ-მუზეუმი ალბათ ისეთი ყველაზე საყვარელი ადგილია გორელებისთვის. ყველა საყვარელი ადგილი ეგ. როგორც დიოხს. არა. ეს იმიტომ რომ ძალიან ბევრი ის ყავს საყვარელი ადამიანი, ანუ ძალიან ბევრი გულშემატკივარია სტალინის გორელებს ძალიან უყვართ. არც მე რა გამონაკლის მეც ძალიან დიდ პატივს ვცემ და მაგიტო უფრო ხუმრობით ვიძახე რა თქმა უნდა. კი, ერთ-ერთი საინტერესო დაწესებულებაა, იმიტომ რომ ტურისტულია ჯერ გორში ტურისტები სტალინის სახლ-მუზეუმის გორზე ჩამოდიან. მე კიდე უძველესი გორის ციხე გვაქვს და შემოგარენშიც არაერთი ძალიან კარგი რაღაც არის. სანახავი გორში ასე ვთქვათ. კი. მაგრამ რაღაც ესე უფრო გამოსვლაზე უფრო ისე დეტალურად შევძლებს რომ დავათვალიეროთ ეგ ადგილები და გაგვიმართლოს ამინჩით. იმედი თავი ხელი შეგვიწყოს სამი და აუცილებლად. კარგი. მექნება მაგის საშუალება. შემდეგი კითხვა. ისე არ ვცდებით რა თქმა უნდა გორს და თან სპორტსაც შევეხოთ. UFC-ს რომელმა ცნობილმა მებრძოლმა ივარჯიშა გორში? სახელი მაგ ბიჭის მართლა გითხრა გამოვიწოდა, მაგრამ მახაჩაევთან ეჩხუბა ეგიც. და გვარი ძალიან გავს გორს, ხო? ხო, გავს. სადი ვარჯიშა იმას გეტყვი. ჭალის თავისუფალ ჭიდაობის დარბაზში. ყველა დეტალი გწოდნია მაშინ. ხო, სახლის სახელობისაც არის მაგ ტრენერის სახელიც ვიცოდი, მაგრამ ბოდიშით გადამოვიწყდა. ძალიან ბევრი სპორტსმენია, არა მხოლოდ MMA-ში, ზოგადად ბევრი ცნობილი ძიუდოისტი არის ძალიან გორიდან, მაგრამ კონკრეტულად რო შევეხოთ MMA-ს და გამას, რამდენი გორელი ჩემპიონი ყოლია გამას ჯამში თუ ვიცი? გორელი ჩემპიონი გამას? გამას ორი გორელი ჩემპიონი ყავდა. მალე იმედია ანრიც გაიმარჯვებს და სამი იქნება და ბიბელოვიც და ყველა მინდა რომ გაიმარჯვოს რა გორელი. მინდა რომ აქტიურონ და რაღაც მეტი ჩემპიონი ყავდეს რა. ის ზოგადად გამორჩეული ქალაქია სპორტის მხრივ და მეც მიხარია რომ რაღაც პატარა წვლილი მაინც შევიტანე რა სპორტის განვითარებაში, სპორტული ცხოვრების განვითარებაში. ელემენტარული პატარა წვლილი რაღაც შევიტანე. რაც სოფლიოს ჩემპიონი არ ვარ და რაღაც, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის ყველაფერი წინ არის კი. მაინც ბედნიერი ვარ რომ რაღაც ბავშვებს პატარა мотиваცია მიიღებს. და ერთი ბონუს კითხვა მაქვს კიდე. რომელი ჯიშის დათვი ბინადრობს ატენში? რომელი ჯიშის ალბათ გრიზლი ალბათ. მაგრამ გრიზლია მურადათვები ბინადრობენ ალბათ. დღევანდელი ვიზიტი გორში ბადოსთან ამით დასრულდა და 31 მაისს უკვე ბადო მესამედ შეეცდება უკვე ქამრის დაცვას. გელოდებით 31-ში მოუძანდით, ძალიან კარგი ბრძოლები იქნება და არ გამოტოვოთ ღირს ამ ბრძოლების ნახვა.